საკითხებში აფხაზეთის მინისტრი. მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის მთავრობაში დაიწყო სტრუქტურული ცვლილებები, ანუ საშტატო შემცირებები, ზოგი უწყებები ლიკვიდაციაში მიდის, იქნება პარალელურად ახალი უწყებები და ამ პროცესთან დაკავშირებით მოხდა საკადრო გადახალისება და სხვადასხვა უწყებებში კონკურსების ჩატარება. მე პირადად მინდა ვისაუბრო კონკრეტულად ჩემი უწყების შესახებ, თუ რა მოხდა და როგორ ჩატარდა კონკურსი, იყო თუ არა კანონდარღვევა და იყო თუ არა გამჭვირვალე ეს პროცესი. მე თავად შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ჩივილი იყო და პრეტენზიები, ეს კონკურსი ჩატარდა ნამდვილად გამჭვირვალედ და ნამდვილად კანონიერად, არანაირ კანონდარღვევას აქ ადგილი არ ჰქონია. ჩვენ გვქონდა 13 ვაკანტური საკონკურსო ადგილი. მთლიანობაში იყო 18 საშტატო ერთეული, დებულები დამტკიცებული. 13 ვაკანსიაზე საჯარო სამსახურის ბიუროს მეშვეობით დაიდო ინფორმაცია, ის აუცილებელი შეტყობინება, რაც უნდა ჰქონდეს აპლიკანტს. ამასთან დაკავშირებით პროცედურები არ დარღვეულა, ნათელი იყო და ჩამოყალიბებული იყო, საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩამოყალიბებული იყო და კონკურსში მიიღო მონაწილეობა აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანმა, ვისაც სურვილი ჰქონდა. თავისი ხედვები, თავისი мотиваცია გამოეხატა ამ კონკრეტულ ვაკანსიებთან დაკავშირებით და ჩართულიყო სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში და ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებში. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი ყოფილიყო ყველასათვის და არჩევანის საშუალება ჰქონოდა, რომ ნამდვილად კვალიფიციური კადრები მოგვეზიდა. იცით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და ამ საკითხების მოგვარებაში კვალიფიციური კადრები უნდა ჩაერთონ. კომისიის გადაწყვეტილებით პირობები კონკურსის ჩატარების გრაფიკი, პროგრამა, აბსოლუტურად ყველაფერი შეთანხმებული იყო და ეს ინფორმაცია იყო საჯარო და სრული შემთხვევაში მიეწოდებოდათ, ასე ვთქვათ, ნებისმიერ კონკურსანტს. და ეს კონკურსი თამამად შემიძლია ვთქვა ჩატარდა გამჭვირვალედ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ესწრებოდა ამ პროცესებს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი თავად იყო კომისიის წევრი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კონკურსში ნამდვილად გავიდა ღირსეული ადამიანი და ის ღირსეული ადამიანები დაინიშნენ პოზიციებზე. გვაქვს კიდევ ვაკანტური ადგილები და კონკურსს შესაბამისად გავაგრძელებთ. ეს რაც შეიძლება მოკლედ შემიძლია გითხრათ კონკურსის შესახებ. ეხლავე გეტყვით, ანუ მე გეტყვით პროცესებს, ანუ მთლიანად განაცხადის რაოდენობა იყო 458 განაცხადი. აქედან ანუ განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში მინისტრის აპარატი იცით, რომ იქნა ლიკვიდირებული და სამართალ მემკვიდრე არ იყო ახალი უწყება სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირება. მიუხედავად ამისა, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მიიღო მონაწილეობა კონკურსში და ყველა მიიღო მონაწილეობა კონკურსში. ისინი გადავიდნენ ტესტირების ეტაპზე. სამწუხაროდ მათ თვითონ თქვეს უარი, განაცხადეს უარი 9 ადამიანმა არ მიიღო ტესტირებაში მონაწილეობა. ისინი გამოცხადდნენ კონკურსზე, მაგრამ ტესტირებაზე თქვეს უარი. ვინც გაიარა ტესტირება, იქიდან 4 ადამიანი დაინიშნა ახალ უწყებაში, მათ წარმატებით გაართვეს თავი და გასაუბრებაზეც გამოიჩინეს თავიანთი мотиваცია და ისინი წარმატებით დაინიშნენ იმ ვაკანტურ ადგილებზე. ანუ მთლიანად ჰქონდა 18 საშტატო ერთეული, საკონკურსო 13, აქედან 4 კონკურსით დაინიშნა და არის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც დაინიშნა კონკურსის გარეშე. ანუ რჩევლად და რჩევლად გადმოვიყენებ იცით რა, განთავისუფლებულ ადამიანებს თუ კი კონკურსი გაგრძელდება, რა თქმა უნდა შეუძლიათ თავიდან შემოიტანონ განაცხადი. კონკურსის პირობები ხელახლა ჩამოყალიბდება, თემატიკაც არ არის გამორიცხული. კომისია გადაწყვეტს და ჯერჯერობით ვართ, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების სტადიაში, გავაგრძელებთ თუ არა კონკურსებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, ვთქვათ, მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს ხალხი და 3 თვეში იყოს კონკურსი. იმიტომ რომ კარგად გესმით, რომ ეს პროცედურები არის ძალიან შრომატევადი და უწყება, სადაც ანუ ძალიან ცოტა კადრი ყავს, ანუ ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ყავს ძალიან ცოტა, ძალიან რთულია ამ ხელა კონკურსის ჩატარება. ამიტომ უპრიანი იქნება თუ კი მოვალეობის შემსრულებლად იმ სავარაუდო ვაკანსიებზე დაინიშნებიან ადამიანები, ხოლო 3 თვეში ჩატარდება, რა თქმა უნდა, კანონიერად, როგორც კანონი ითხოვს, ისე კონკურსი. და მათ იქნებათ
იცით რა, მოდით ამაზე თვითონ ამ 9 ადამიანმა ილაპარაკოს. იცით რა, თუ კი უნდობლობას უცხადებენ ამ კონკურსს, მაშინ განაცხადი რატომ შემოაქვთ? თუ კი კანონდარღვევა გვაქვს, თავიდანვე უარი უნდა თქვა და განაცხადი აღარ უნდა შემოიტანო. თუ კი განაცხადი შემოგვაქვს, ტესტირებაზეც მოდიხარ და შემდეგ უარს ამბობ, ესე იგი აქ უკვე ალბათ საქმე გვაქვს იმასთან, რომ არ არის თავდაჯერებული ადამიანი, რომ ტესტირებას წარმატებით გადალახავს. თვითონაც თქვან ამ შესახებ, მეც მაინტერესებს, მეც დაუსვამ ამ შეკითხვას. ჩემთან შეხვედრა არანაირი პრობლემა არ არის, ჩემთან ნებისმიერ შეუძლია შეხვედრა. მე რამდენი წელია დემონტოფლებებს ვიცავ და მინისტრი რომ გავხდი იმის მერე, ჩემი კარი არ დაკეტილა და ნებისმიერ შეუძლია შემოსვლა, იმის თუ კი სურვილი იქნებოდა, რატომაც არა, ბოლოს სურვილი არ გამოვხატავთ ამ ადამიანებს, ჩემთან შეხვედრას, ჩემი მოძებნაც არ არის პრობლემა. სამოქალაქო თანხმობის და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრი. სხვა მე გთხოვთ რომ სხვა თემებზე დღეს ვერ ვილაპარაკებ, კონკრეტული თემა ამ საკითხებთან დაკავშირებით მე არ მინდა დღეს კომენტარის გაკეთება. იცით რა, შესწავლილიც არ მაქვს ეს საკითხი და როგორ დავაფიქსირო პოზიცია, იმიტომ რომ არ მაქვს შესწავლილი, ხომ? საოკუპაციო ხაზების გადმოწევასთან დაკავშირებით. გასაგებია, მე ეს საკითხი კარგად უნდა შევისწავლო, გამიგეთ. თუ არ შევისწავლო, ესე პასუხს ვერ გაგცემ. არა მაქვს, იმიტომ რომ მე ამით ვარ დაკავებული ეს დღეები ფაქტიურად. არა მაქვს, იმიტომ რომ სამუშაო სიტუაცია, მე კაბინეტიც არა მაქვს და არც ინფრასტრუქტურა მაქვს შესაბამისი და არც კომპიუტერთან ვწომა, გაგიკვირდებათ ამას ვლაპარაკობ, მაგრამ ინვენტარიზაცია დასრულდა, ანუ ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა ამ დღეებში და ქონებაც კი არ გადმოგვეცა, რომ მუშაობა დავიწყოთ და როგორ გაგცეთ პასუხი, ანუ არ ვფლობ ინფორმაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეჟიმში ვარ. და ანუ უწყება კონკურსი ჩაატარა და მუშაობა უნდა დაიწყოს ამ დღეებში. მე მუშაობას არ დამიწყია. საქმეც იმაშია. მე არა ვარ სამუშაო რეჟიმში, მე ვარ კონკურსის ჩატარების რეჟიმში და ეხლა არც კაბინეტი, არც ინფრასტრუქტურა არ მაქვს, არც ქონება არ მაქვს, რომ უნდა დავждდე და დავიწყო მუშაობა და მე უკვე გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს, როდესაც მუშაობას დავიწყო. პროცესი ფაქტიურად დასრულებულია, ანუ დღეს დგას საკითხი, ფიზიკურად არ უნდა გამვლაგდეთ. ანუ ჩვენ ადგილმდებარეობასაც ვიცვლით და დღეს უკვე საღამოს უნდა ვიცოდე მე სად რომელ ოთახში ვიქნები და ჩემი თანამშრომლები რომელ ოთახებში იქნებიან. სამწუხაროდ ესე გვაქვს საქმე, იმიტომ რომ რაც შეეხება კონკურსს, კი, ნებისმიერ შეკითხვას უპასუხებ. პიროვნულ უთანხმოებას ჩემი კანდიდატურა ნავი თვითონ ისაუბრობ ამაზე. ანუ ამ თემაზე ვაკითხავ მაშინ ჩემი კანდიდატურა მე ვფიქრობ რომ ისაღები უნდა ყოფილიყო მათთვის, იმიტომ რომ ჩემთან ლოიალური ადამიანი და ადამიანი რომელიც ადამიანს ყველაფერს გაუგებს და კეთილსინდისეას მოეპყრობა კოლექტივს და არ მოატყუებს და ყველაფერს საქმის კურსში ჩააყენებს და კომუნიკაციის დონე ოდესაც მაღალია, მე ვფიქრობ ჩემთან პრობლემა არ უნდა ჰქონოდეთ. ანუ არ კი, მან თქვა პირადად, რომ ის გათარი და ნებისმიერ საკითხს უსწავლებს. ერთი თამის გადაგვაუდგეთ მაშინ.
კი ბატონო. Узатертмет декемберс. კარგით, მადლობა შეკითხვისთვის. კი ბატონო, ეხლავე. მე წაგიკითხავთ საჯარო სამსახურის კანონიდან. შემიძლია საუბარი? ანუ მე წაგიკითხავთ მუხლებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონიდან, ანუ ვინ აცხადებს კონკურსს? ეს არის მუხლი 31 კონკურსის გამოცხადება. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით. ეს ერთი. ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის ბრძანებულებას, ანუ კომისია რას უთანხმებს საჯარო სამსახურის დაწესებულების ხელმძღვანელს, ეს უკვე არის კონკურსის პირობები, პროგრამები და ფორმები, რომელიც არანაირად დაკავშირებული არ არის საკონკურსო თემატიკასთან. ანუ ის ვთქვათ ბრალდება, რომ კომისია შემდეგ შეიქმნა, აქ არანაირი დარღვევა არ არის, შემდეგ ანუ თემატიკას არ უთანხმებს, ხელმძღვანელი უთანხმებს მხოლოდ პროგრამებს და პროცედურებს, არა? რაც შეეხება სამუშაო აღწერილობას, ჩვენ დამატებით ფუნქციებში ანუ ის აუცილებელი მოთხოვნები, რომელსაც ითხოვს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, ეს არის სამუშაო აღწერილობა, დაწესებულების სახელწოდება, თანამდებობის სარგოს ოდენობა, განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტის წარდგენის ვადა და შესაბამის საკონკურსო საატესტაციო კომისიის მისამართი ეს აუცილებელი მოთხოვნები ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია და ყველაფერი იდო საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე. ხოლო, როდესაც შეთანხმდა თვითონ ანუ კონკურსის პირობები, პროგრამები და ფორმები, ეს იყო საჯარო ინფორმაცია, მათ შეეძლოთ განცხადებით შემოსულიყვნენ ჩვენთან და ამ პროგრამისა და ფორმების მიხედვით მიიღებდნენ შესაბამის ინფორმაციას. ჩვენ აქ კანონდარღვევა არ გვაქვს, ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. ბატონო? ანუ ჩვენ, რასაც კანონი ითხოვს, ანუ აქ არის კანონდარღვევაზე საუბარი, პირდაპირ მეუბნებიან, რომ 30-ში, ასე ვთქვათ, გამოცხადა ვაკანსია, 30-ში ვაკანსია რომ გამოაცხადა დაწესებულება, ამას კომისიას არავინ არ უთანხმობს. კომისია შემდეგ იკრიბება. როგორ 10-11 დღე იყო საჯარო სამსახურის შესახებ საიტზე ინფორმაცია, ხოლო ფორმები და პროგრამა. ეს შეეძლო თავისუფლად მოემართათ ჩვენთვის განცხადებით ან დაერეკათ მისამართი ინფორმაცია და მივცემდით ხელზე, თუ კი დაინტერესებულები იყვნენ აი ამ ინფორმაციით. ანუ იქ აუცილებელი არ იყო რომ ჩვენ ყველაფერი დაგვედო. კომისიამ შემდეგ შეათანხმა და შეეძლოთ განცხადებით მოემართათ და მივცემდით ამ ინფორმაციას. დიახ. დიახ. განახეთ. დიახ. დიახ. აი წაგიკითხავთ იქიდან მუხლს, წაგიკითხავთ. ეს არ მოგემართათ განცხადებით. საჯაროობა. ნუ ახლა თქვენს ინტერესში უნდა ყოფილიყო მოგემართათ განცხადებით. სავალდებულო არ იყო, კანონით არ იყო და თუ კი ძალიან გაინტერესებდათ მოგემართათ განცხადებით. დიახ. ისევ თავიდან? ისევ თავიდან.